სამწუხაროდ ჩვენი ენერგია დავარდა ძალიან აპათიური გახდა და აი ეს იცით რა არის ძალიან ვერიდები ხომ მე რაღაც პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას და ესეც პოლიტიკურ განცხადებად კი არ ჩამითვალოთ აი ყველაზე მეტად მე რის გამოც ვწუხარ გამეფებული სიტუაციის გამო იგივე ჩემი პროფესიული გადასახედიდან ყველაზე ცუდი არის ეს სულიერი მასობრივი აპათია რომ ადამიანების ენერგია გახდა რაღაცა ძალიან დაბლა დაშვებული და აი ეს იქმნება მართლაც რაღაც ამ სიტუაციით რომ მე ვარ უმწეო მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია არაფერს აზრი არ აქვს რაც გინდა ის გააკეთე მაინც აზრი არ აქვს ეს არის იმდენად მძიმე მდგომარეობა რომ ყველაზე მეტად ამას შევადანაშაულებ ჩვენს მთავრობას თქვენ წარმოიდგინეთ მიუხედავად იმისა რომ კი ეკონომიკა როგორ არა ბევრი ფაქტორია მაგრამ მე ჩემი გადასახედიდან ადამიანებში ეს ენერგია რომელიც არ დაიხარჯა სწორად ან გარდაიქმნება აგრესიულ ენერგიად რომელიც ან მას ჭამს ან სხვას უნდა დაესხას თავს და სხვის მიმართ იყოს აგრესიული ჩემთვის ეს ძალიან ცუდი აღსაქმელია იმიტომ რომ მთლიანობაში აურას ვქმნით ყველა ჩვენ ყველასგან უნდა მოდიოდეს სიყვარული და ამისი პოტენციალი ქართველებში არის ძალიან დიდი და იყო და მე მახსოვს ეგეთი საქართველო რა როცა რაღაცა ღიმილი ქონდა ყველა სახეზე ფაჯრებიდან სიმღერა ისმოდა და რაღაც ენერგეტიკა იყო და აი ეს ენერგეტიკა თუ იქნება მე უკვე ჭხუბის ენერგიაც არის ჯანმრთელი ჭხუბის რა თქმა უნდა ხო ანუ პროტესტის ვიღაცის დაცვის შენ მაშინ იცავს სხვას როდესაც თავს ძლიერად იცნო თუ შენ უმწეო ხარ არავის დაცვა არ გინდება პატარა ბავშვს ჩვენი დაცვა არ უნდება ხო ჩემი სისტემას ამას ვერ მოვუწოდებთ რომ სისტემა მოუწოდოს პასუხისმგებლობის პოპულარიზაციისკენ ხო ჩემს ეს სისტემას არ ეხება შეიძლება კულტურა მენტალიტეტი სამთავრობო ორგანიზაციები ხო რომლებიც მე მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა რომელზეც აქტიურად მუშაობ ეს არის ნივთიერებაზე დამოკიდებულება ხო ამიტომ ძალიან აქტიურად ვცდილობ ჩემი პაციენტების დაცვას და მინდა რომ სხვა კუთხიდან დაინახონ ეს ადამიანები მაგრამ რაც შეეხება ორგანიზებას სამწუხაროდ ინსტიტუციები ადრე არსებობდა ეს საერთო საბჭოთა რაღაცა სისტემა იყო ხო რაღაცა არ ვიცი სად მოსკოვში წყდებოდა სად თბილისში რა წყდებოდა რა როგორ იყო მაგრამ იყო რაღაც გარკვეული სისტემა რომელიც დაინგრა და ახალი სისტემის მშენებლობაში ჩვენ ქართველებს ცოტა სისტემურობა ისედაც გვაკლია აი მაგალითად ნებისმიერ პროფესიულ წრეში იგივე ფსიქოლოგიურ წრეში არის ახლა რაღაცა საზოგადოებები სადაც ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიაში იქნება ეს თუ კვალიფიკაციის სასამაღლებელი კურსები იქნება თუ რა იქნება, მაგრამ სასურველია რომ იგივე პროფესიული შეხვედრები იყოს, სამეცნიერო მუშაობა მიდიოდეს უფრო აქტიურად. ამასაც კი აკლია ინსტიტუციურად სისტემატიზაცია, ასე რომ თქვა. და მით უმეტეს, როგორიც არის ახლა კოლმოქმედება რაღაცა, ეს არ არის სისტემაში და თანდათან ყალიბდება. არის ხო რაღაცა კათარზისი არის ფონდი ანანა არის რაღაცა საკოლმოქმედო ფონდები, რაღაცა ჩანასახები არის და ეს უკვე კარგია, მაგრამ მათი კომუნიკაციისთვის და რაც უფრო მეტი სივრცე ექნებათ, რომ მეტი ადამიანი ჩართონ ამაში, მე ადამიანს ისევ და ისევ თავისი გემოვნებით ერთიანდება, ვთქვათ, რის მიმართ და ვის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ხო? ასე რომ ეს თანდათან წინ წავა არ არის საგანგაშო რაღაც რახან ჩანასახი არსებობს. თავარია ჩანასახში არ მოუკლავთ ხოლმე რაღაცეები, რაც კარგია. აი, მე თავს ერთი კითხვა თუ შეიძლება. იცით რომ ამბობდით, გასაგებია სტუდენტების გამოსვლა სტუდენტების აქტიურად ჩართვას და იგი სამხარდო საზოგადოების ფაქტებს სხვადასხვა პრობლემებში. არსებობენ თქვენ მოწყობილ ჯგუფები, რომლებიც ძალიან სწორედ რომ თქვენ ენერგიის ძალიან აპათიური მდგომარეობაში არიან და შეიძლება არც კი იციან რა უფლებები აქვთ მათ. ამიტომ ისინი ვერ გაუნեն თავის უფლებების დასაცავად. მაშინ როდესაც სტუდენტებს თავისი სხვა სატიკივარებით კივათ და ზოგიერთი სტუდენტი ვერ წხვდება, ან არც გამოდის, იმიტომ რომ ფიქრობს რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას, ანუ ყველა არ არის სამწუხარო ჩვენთან სტუდენტების არიან ისეთი რემონტები, როგორც უნდა იყვნენ. აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება მოვიქცეთ და რა როლი გვაქვს იმათ ვინც ვერ გამოვლენ ეს ჩვენ გამოვავთ ის მაგივრად, მაშინ ვინც უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ვინმე მაინც ხო უნდა დარჩეს ძლიერი ქვეყანაში. აი რასაც ვიძახოდი, ხო როდესაც აი ხო გამოგიცდიათ ყველას რომ გქონიათ გრიპი ან რაღაც ელემენტარული ავადმყოფობა. ავადმყოფობა ერთგვარად ეგოისტური ცუდი სიტყვა, მაგრამ ეგოისტურებს ხვდეს, იმიტომ კი არა რომ უფრო ცუდები ხდებით და პიროვნება იცვლება. იმიტომ რომ ჩვენი ენერგია კლებულობს და ის პაწაწინა ენერგია მხოლოდ ჩვენღან ყოფნის რომ გამოვჯამრთელოთ. და ასეთივე რაღაც არის, როდესაც ჩვენ ადამიანში ეშინებ და ატერორებ, შეავიწროვებ ყველანაირად და მასში გამოიწვევა აი ამ
ნერვული სისტემის დაზიანებას, რომ მას უკვე აღარ აქვს საკუთარი ძალის შეგრძნება, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი უკვე თვითონ ხდება დასაცავი. ხო? მაგრამ აქ ლაპარაკი იცით რაზე არის? ტელევიზიის როლი მართლა ძალიან დიდია საზოგადოებრივ მოუწყებელს, რომ რამე მოვთხოვოთ ამის უფლება ჩვენ ნამდვილად გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერიდან ვიხდით ხო გადასახად. შეიძლება ძალიან სულად გამომივიდეს, მაგრამ აი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ დაზომბირებული რატომაც ასე, იმიტომ რომ თქვა ანუ ის პრობლემა თქვა სიტყვაზე ხეების გაჩეხვაზე, ყველა ისწავლებს რომ მე ვერ გამოვთახვები არის ჩვენ სხვა დაზომბირებული მაგრამ არის ის რომ ხალხი დაზომბირებული ანუ მე რა ჩემ ეზოში ისე დგას ხე მე აქ არ გამოვალ მე მეზარება მე სხვა საქმე მაქვს მე ეს არ მეხება არ მაინტერესებს და აი ყოველ ასე ვთქვათ საქმის ბოლოს როცა ყველაფერი უკთავდება მე ხვდებიან რომ რატო არ გავედი ვთქვათ რატო არ გავპროტესტე თუნდაც ამავდროულად მედია საშუალებებს რაც შეეხება და დღეს მათ ძალიან დიდი გავლენა აქტიურად ასე ვთქვათ ეხმარება არა მაგრამ გამოსდით ის რომ საზოგადოება იყოს უფრო ჩემზე არ აქვს მაგალითად მაგრამ მასაზე აქვს ეს არის შეიძლება არც ჩემზე არ აქვს ჩემზე აქვს ვაღიარებ ჩემზე გარკვეულწილად აქვს მაგრამ ანუ ეს არის საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია თუნდაც ის რომ ვთქვათ აქ 15 ადამიანი ზის გარეთ გადის და ვლაპარაკობ ამ თემებზე, კარგი შეიძლება ქუჩაში შეიძლება კი ასობით და ათასობით ადამიანი გადის, რომელსაც უბრალოდ ეს თემა შეიძლება აინტერესებს და აუცილებლად ეხება, მაგრამ ამ თემაზე უბრალოდ არ ფიქრობს, ან ვერ ფიქრობს. იმიტომ რომ სხვა არავისი ხმა არ წუდება, რომელიც მას ამ თემაზე ხდება შემდგომ დამოკიდებულება ფოკუსში მოაქცევინებს ამ თემას. ხდება შემდგომ დამოკიდებულება ისიც რომ მე შეიძლება ვფიქრობ რაღაც რატომ მოკლეს ეს ძაღლი და მგონია რომ მარტო მე ვფიქრობ და ამას ხმამაღლა ვერ ვამბობ, იმიტომ რომ მგონია რომ ამ სიტუაციაში მხოლოდ მე ვარ, რადგან ანუ ადამიანები ვერ კონტაქტობენ და არის ანუ შიშრები ვართ ყველანი. არა, შიშრებიც ვართ და გულადებიც ყველანი. გააჩნია რაღაც. მე მაგალითად რომ ხედავ რომ ხელა ენერგეტიკა არის, ხაც რო გამოიტანებენ და ესე დიდი მასა რომ ქუჩებში დაატარებენ რაღაც. ხო, აი მრევლი, მაგრამ ამ ხელა ენერგეტიკა ამ ხალხში ის ხალხი მე არ მინახავს თუ მაინდა-მაინც ეკლესიას უნდა შეგეხო რომ გამოვიდნენ და იყვნენ. გამოვიდნენ სხვა რაღაცებზე, გააკეთონ კომენტარი. არა, ამიტომ მე მრჩება დავეჭირება რომ დაყოფილია საზოგადოება დღეს ესეა მრევლი. მრევლად ყოფნა უფრო იოლია იქ ხმა. არა, ეგ მასა, ხო, იგივე მასა შედგება პიროვნებებისგან. მასა რაღაც ცოტა ამოფული რაღაცა არის. სინამდვილეში შენ როდის დათვალე რომელ მიტინგზეა თუ რომელ გამოსვლაში თუ რომელ პროტესტში მიიღო წელები და ჯვრებიანი ქუდები რა ხო. ყველასნაირი რო შეხედო და თვალებში რო შეხედო. ესეც არის სტერეოტიპი. თვითონ შექმნეს ჩემ თვალში და ამიტომ აი მათთაგანს რომ იმეს კითხო სტერეოტიპულად აზროვნებენ შენს მიმართ, შენ მათ მიმართ თუ კი შენ წინააღმდეგ იხარ. მაშინ შენ თვითონ მოგნი ამ სტერეოტიპს, იმიტომ რომ მე მევხედავ ერთ რაღაცას, რომ ქორწინება არის შემდგარი სახელმწიფოს და ეკლესიას შორის. ანუ ზუსტად ეგაა და ეგ ერთი და იგივეა ჩემს რომ მართლა უცხოელად ვიძახი ამას. არა, ხო ეგრეა. ძალიან რთული საკითხია, რაღაცა კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამრჩენი ამ მსგავსი შთაბეჭდილება რაღაც ძალიან ბევრი. იმიტომ რომ მაინც ძალიან უხეში და უპასუხისმგებლო განცხადება გამოგდის, რატომ იცი, იმიტომ რომ იმ მრევლში იმდენი ადამიანია. იმდენი, რომ იქიდან შეგიძლია უამრავი ვინმეს გამორჩევა, რომელიც ყველა შეიძლება იმ გიგვიძის ბაღშიც ბევრი იყო. შეიძლება ისინი ყველგან პროაქტიურები არიან და შენ ვერ არჩევ და შენ გაქვს სტერეოტიპი, რომ მაინც და მაინც ესენი არიან წვერებიანი, შუბხადაკრული რაღაცა, ხო? არ შეიძლება ადამიანები რატო არ პასუხებიან მოძღვარს, როცა ამბობს რაღაც სპიდავერკოთ სისულელეს. თუ ის აპროტესტებს კიკვიძის ბაღს და იმდენი მოქალაქეობის სისულელე მისთვის რა არის? აი ხა ეს სისულელეა, როცა ზანგებზე იძახიან რომ ღმერთმა დასაჯა და შავი. შენ სისულელეებში რომ შევიდეს, შენ რო სისულელეთ აღიქვა რაღაც. ანუ ისინი უკავშირდებიან, აი ისინი პირისპირდებიან თვითონ რელიგიას ის ხალხი. ეგ არა თემა. მაშინ ესე იგი გამოდის რომ მათ არ აქვთ არც რელიგიური განათლება. ისე მივდივარ განათლების პრობლემამდე, იმიტომ რომ სისულელეც მე ჩემი გადასახედიდან და ჩემი რაღაციდან მეჩვენება რაღაც სისულელეთ და სიბრძნეთ, ხო? ხო, მაგრამ
ჩემი ფარგლები მაქვს, საზღვრები მაქვს ჩემი. იაპონია იმიტომ დაისაჯა რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი არ არის, ესეც ხო. არ მოდი ერთ ვიტყვი. ამას ისმის საოცრება მე ეგეთ რამე არის. ის და ისმის და ხმას არიდებს და მე მაგიტომ რჩება შტაბეჭდება რომ ესენი არიან ეკლესიის და სახელმწიფოს ქორწინების შვილები. და აგვისტოს ამიტომ გამაშია ასატეხი რომ იგივე თქვა მაშინ სასულიერო სემინარიაში უფრო კარგი სწავლება იყოს და სწორი სწავლება იგივე რელიგიის ხო? იცით ამ შემთხვევაში სასულიერო აკადემიიდან რიცხავენ სტუდენტებს რომლებიც იმიტომ რომ იქ იმდენად ჩაკეტილ სიტუაცია რომ იქ ვიღაცები იხსნებიან ამ ჩაკეტილობის. აი როგორ არის ის შეიძლება სტერეოტიპულად გამოდის, მაგრამ ნუ რაც სტერეოტიპულად გამოგდით. ნამდვილად აი ხო გეუბნებით მე თავში რაღაცაზე ვთქვი ესა. როდესაც ძალიან ხშირად მე გრძნობდი ხოლმე და იყო ესეთი ის რომ ბავშვდასახლებში საშინელება ხდება. იყო ერთი პერიოდი ძალიან მოდაში ამ ბავშვდასახლების თემა და ის რომ იქ საშინელება ხდება ბავშვებს უჭამენ საჭმელს რაღაცა ხო რიგ შემთხვევაში ალბათ კიდეც ხდებოდა მაგრამ ერთი რამე არ უნდა დაგვეუწყდეს რომ სადაც არის ადამიანი ყოველთვის არის შუქიც და ჭრდილიც შენ თუ კი მხოლოდ ჭრდილების დანახვას დაიწყებ ესეც იცით როგორი რაღაცა არის აი მე პაციენტებსაც ხშირად ვეუბნები ხოლმე რატომ ჭრდილის ანახავია მაგრამ პრობლემას უნდა გავუსვათ ხაზი და არა იმას რა არის კარგი. თუმცა სიკეთეს ხონდა დაინახო. პრობლემას მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე რომ სიკეთეზე ძახი უნდა დავუყვა ჩემი აზრით და აი რაღაცები ჩვენი ქვეყანა დღეს მაგიტომ მართო პრობლემებზე არ ამისაუბროთ. არის მედიას რო შევეხოთ, ანუ გასაპროტესტებელი თემები, რაც ამასაც კი ჩვენ მედია ვიკვეთავს. თუ დავუკვირდეთ. იმიტომ ვითხარით რომ მოწყვლად ანუ ჩვენ შეიძლება ვიждდეთ და მე მგონი ჩვენი მთელი დისკუსიიდან გამოვიდა ყველაზე ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი ის გამოიკვეთა რომ მედიას უნდა ვთხოვოთ რომ ცოტა სივრცე დატოვოს რაღაცეებისთვის თუნდაც ასეთი დისკუსიებისთვის ხო აი ქვეყანაში არის პოლიტიკური თოქ-შოუ დებატები არ არსებობს არც აი რომელი გადაცემაა ბაროს ერთი კავკასიან კავკასიანს მასხარად არა იქნება უსაყვარლესი გადაცემა გეფიცებით თუ დემოკრატია ყველაზე მაგარი დემოკრატია არ იყოს შემთხვევაში აქ ისეთი ინდივიდუალურია რომ აი შექმნა თავისი სახე და სივრცეც ანუ ეს სიტყვა რადგან მედიაზე ვიყავ ჟურნალისტი ვარ ახალი მაგრამ მაინც ანუ ხშირად შემთხვევა, როდესაც თუნდაც საზოგადოებრივ მოუწყებთ ან აპროტესტებდნენ აქციის მონაწილეები არის მუშაობას, მაგრამ არის როდესაც ჟურნალისტთან სულ სხვა დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო, თუ კი შენ მასთან აგრესიით გახვალ, როდესაც ის კამერით იღებს ის, რა თქმა უნდა, იმასაც გააშვებს. ისეთი საუბარი უნდა შედგეს და არა ვთქვათ გამოსვლები ხვირილები. ეს უნდა გამოიყენოს მაგ აქციაზე ტელევიზიის წინ და მეც ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი და მქონდა მარტივი მოთხოვნა, რომ მე თბილისის ანძა მოხსნა და ჩავაბარო ჯარჯში. ძალიან კრეატიულია. მე ვიყავი რა ფუნქცია დღეს უარყოფითის გარდა ტელევიზიაში. ჭრი არის. ფერის კოშკი შევარ. ერეთადაც ხარ დაკვეთა მოდის მედიიდან, ანუ ვისთან მივიდეთ და ვის აშუქებენ, ეს არის ან ის ჯგუფებია, რომლებიც პოპულარულია ხარ ბავშვდასახლებში, რომ ვიხოთ, ეს კარგი პლუსი გეწერება. ხო, აბა პლუსი გეწერება, თქვა რაღაც უნდა შეზღუდოს ახშირად მოგაკეთოს პლუსი გეწერება, სამაგიეროდ პლუსი არ გეწერება, თქვა თუ მივდივართ ჩვენ ნარკომანებთან, ანუ დამოკიდებლად აკეთებთ. არ გეწერება პლუსი, თქვა ჩვენ თუ მივდივართ რაღაც ბოშებთან ჯგუფთან, რომელიც ბავშვები რაღაც მაგავში რაღაცებს ეძებენ, იმიტომ რომ თუ ხალხი ამბობს, რომ წავიდნენ ბოშობდნენ აქ ქვეყნიდან რა უნდათ და არ გეწერება პლუსი, თქვა ჩვენ თუ მივდივართ ასევე რელიგიურ უმცირესობასთან, ეთნიკურ უმცირესობასთან. იცი რა და პოლიტიკოსები არ მიდიან მან. პოლიტიკოსები არ მიდიან და ეგ არის მედია პოლიტიკური გაკვეთა ერთ და ირა. ჩვენ გვასწავლის პოლიტიკოსი და მედია რომ რა არის ქვემოქმედება, მანდაც კი და მე მაინტერესებს შეკითხვა რომ ანუ ეს ჯგუფები რჩება მიღმა. მთელი ქვემოქმედების ტალღა წავიდა რაღაც 1, 2 ან 3 გარკვეული ჯგუფისკენ ეს იქნება. ბავშვები შეიძლება ანუ ძალიან ხშირად იდება რაღაც თეატრის მშენებლობაში რაღაც კონცერტში ფეშენ ვიკში ძინა დისკუსიაზე გაშერდა და ეხლა გამახსენე და ეგეთი ხო ეკლესიები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ჯგუფები რჩება ამის მიღმა და ძალიან ხშირად გააჟღერთ ეს და უბრალოდ არის ჩვენგან საბრძოლველი. აი ამას როგორ აი ამიტომაც არასამთავრობო ორგანიზაცია სწორედ თუნდაც თქვენი რომ ჩვენ იმას დავუგეთ გვერდზე ვინც მივიწყებულია